მოზაიკის გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი რიბირამო შეიქმნა, ნახოთ დეტალები უკვე სოფია დვალიშვილის სიუჟეტში. ეს არის მოზაიკისგან შექმნილი მზის ხე, რომელიც მე გავაკეთე ჩემი სახლისთვის, როცა საქართველოში გამოვედი საცხოვრებლად. გეომეტრიული ფიგურები და სხვადასხვა ფერის, სმალტის, მარმარილოს ან თუნდაც კერამიკის პატარ-პატარა ნაწილაკები, რომლის შეერთებითაც უნიკალური გამოსახულებები იქმნება. უკვე 20 წელზე მეტია მხატვარი ნატალია ამირეჯიბი დეპიტა უძველესი ტექნოლოგიით მუშაობს და სწორედ ამიტომ ფერადი მოზაიკა მისი შემოქმედების საავტორო შტრიხად იქცა. მოზაიკა მე მიყვარდა ბავშვობიდან. აი ბავშვობიდან რაღაც გრძნობდი, ასე ვთქვათ, აი გრძნობდი რომ ჩემია. და მოზაიკა მე აღმოვაჩინე იტალიაში მოგზაურობისას, როცა ვიყავი პომპეიში, ჰერკულანუმში და მერე ნეაპოლის მუზეუმში. საქართველოში უკვე გავაკეთე ძალიან დიდი პროექტები, ანუ მოძულობითაც ძალიან დიდი. პირველი იყო პრეზიდენტის სასახლეში, პიაცას ცენტრალური მოზაიკა, რომელიც დღესდღეობით არის ყველაზე დიდი მარმარილოს მოზაიკა ევროპაში და ბათუმში კიდე რამდენიმე პროექტი მაქვს გაკეთებული. ისტორია და კულტურა იყო მოზაიკის სპეციალისტი, ერთი სიტყვით ნიშნავს იყო საქართველოს სამრეწველო მემკვიდრეობის მემატიანე. ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე, არტი, რომელსაც ქართველი მხატვარი წლებია ემსახურება, დღეს საქართველოში განადგურების პირას არის. იქმნება ნამუშევრები, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მოზაიკური ხელოვნება დღესდღეობით არაპროდუქტიული აღმოჩნდა. ეპოქის პრობლემა ნატალია ამირეჯიბმა მარტივი სირთულის გამოყენებით გადაწყვიტა და ორ მეგობართან ერთად ქართული მოზაიკის გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი დააფუძნა. ჩვენი ფონდის პირველადი ამოცანა არის ეს მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მთელ საქართველოში არის გაფანტული, ჩვენ რეალობაში მოზაიკებისთვის არავის არ სცალია. ძალიან გვინდა რომ რაღაც ჩვენი წვლილი შევიტანოთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. საქართველოში უკვე 17 წელია ვცხოვრობ. ბევრი ვიმოგზაურე თქვენი ქვეყნის გარშემო, რომლის დროსაც ულამაზესი მოზაიკები აღმოვაჩინე. ეს ჩემთვის იყო როგორც ფერადი გაელვება. გული მწყდებოდა, რომ ეს ნამუშევრები სავალალო მდგომარეობაში იყო, მიტოვებული უდედმამო ბავშვობივით. გარკვეული დროის შემდეგ შევხვდი ნატალიას და ირინა ქოჩაკს. ძალიან გამიხარდა, რომ სამივეს გვინდოდა ერთიანი საქმე გაგვეკეთებინა, იმისთვის, რომ მოზაიკები გადაგვერჩინა. მინი კვადრატული ფორმის ფიგურები, მასიური ზომის პლიტები და ფერი, რომელშიც ერთად ყველაფერია. ინტერიერის და ექსტერიერის უნიკალური და უძველესი გაფორმება მივიწყების პირას არის. ფონდ რიბირაბოს საქმიანობის მიზანი სწორედ ქართული მოზაიკის გამაგრება, აღდგენა და მათი განადგურებისგან შენარჩუნება აღმოჩნდა. მცირე ზომის სმალტის დეტალები ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით სპეციალურ ქურაში თავსდება და საბოლოო სახის მიღებამდე გარკვეულ გრადუსზე დნება. ფონდი რიბირაბო საქართველოში მოზაიკის აღდგენას ანანურიდან იწყებს. ანანურთან ციხის ძირში არსებობს ესეთი ავტობუსის გაჩერება, სადაც გამოყენებულია აბსოლუტურად უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება ითქვას მოზაიკისთვისაც არის გამორჩეული. და ჩვენ ვაპირებთ ზუსტად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა მთელ საქართველოში. მე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, რომ თავიდან დაგვაწყებიეს კიდევ მუშაობა და აღდგენა. იმ ისტორიული ძეგლების მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ისტორიული ძეგლი, რომელსაც 40 წელი შეუსრულდა, 45 და ზოგი 50 წლის წინანდელი გაკეთებულია და ეს მე ვთვლი, რომ ისტორიული ძეგლია ეს და ისეთ პირობებშია და ისეთი სახე აქვს დღეს, დღევანდელ დღეს ამას მიღებული, რომ ის თუ არ აღდგა, ის სულ წაიშლება. მოზაიკის პანო და მისი შექმნის იშვიათი ტექნოლოგია. სამომავლოდ ფონდ რიბირაბოს ინიციატივით საქართველოში მოზაიკის მუზეუმი აშენდება, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილ უნიკალურ ექსპონატებთან ერთად სხვადასხვა მხატვრების მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები განთავსდება.